Სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენი კითხვის არსს და სულისკვეთებას და ზუსტად ვიცი, რომ არანაირად არ მორალისტობთ, უბრალოდ გულშემატკივრის პოზიციიდან საუბრობთ, რომელსაც ნამდვილად გინდათ, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა მეტი საერთო ნახონ ვიდრე განსხვავებები, იმიტომ რომ ამ ქვეყნის საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, რომელიც არის აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც აღარ უნდა ივანიშვილის რუსული მოღალატეობრივი კრიმინალური ბანდა რომ მართავდეს ამ ქვეყანას, რომელიც ქვეყანას აღრჩობს კორუფციაში, რომლის პირობებშიც საქართველომ დაკარგა ევროატლანტიკური მომავლის რაღაც პერსპექტივაც კი, რომლის პირობებშიც საქართველო ერთი მეორეს მიყოლებით საერთაშორისო ინსტიტუციებს და ორგანიზაციებს ტოვებს. იმედი მაქვს, რომ შემდგომ გვექნება შესაძლებლობა იმაზე საუბრის, სად ვიყავით მე და ზურაბ ჭიაბერაშვილი რამდენიმე დღის წინ გუშინ ჩამოვედი სტრასბურგიდან და იმ დარბაზში, სადაც ზურაბ ჟვანიამ ერთ დროს წარმოთქვა მართლაც ისტორიული სიტყვები, მე ვარ ქართველი, მაშა სადამე მე ვარ ევროპელიას იყო დღეს, როდესაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი 1999 წელს, იმ დროიდან ის დარბაზი საქართველოს დელეგაციის გარეშე არასოდეს ყოფილა. და დღეს ის დარბაზიც საქართველოს დელეგაციის გარეშეა დარჩენილი. რატომ? იმიტომ რომ ეს ქვეყანა რეალურად ხელისუფლების გარეშეა დარჩენილი და ხელისუფლების სკამებში სხედან კრიმინალები, რომლებიც გვართმევენ ქვეყანას და მომავალს. ამიტომ მე ვეთანხმები აბსოლუტურად სიმართლე გითხრათ თქვენს სულისკვეთებას. მე იმ დღეებშიც მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში ძალიან დატვირთული გრაფიკი იყო, იმიტომ რომ სულ 2 დღით ვიყავით ჩასული მე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავის დროზე ევროპის საბჭოში იყო ელჩი და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დიდი კონტაქტები აქვს, ასე ვთქვათ. მეც ერთ დროს ვიყავი ოფიციალური დელეგაციის წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებსაც 12 და 13 წელია ხვდებოდით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო ასოცირების სამეულში, როდესაც უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოს ელოდებოდნენ ევროკავშირში და ახლა არამც თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არამედ საერთოდ იმ დარბაზიდან არის რუსული ოცნების დელეგაცია პრაქტიკულად გამოგდებული, სადაც ეს ისტორიული სიტყვები წარმოთქვა ჯერ კიდევ 1999 წელს ზურაბ ჟვანიამ. ანუ სად დაგვაბრუნა ივანიშვილმა, რამდენი წლით დაგვაბრუნა მართლა ბნელ წარსულში, ხა ჰერჩინსკის სიტყვები რო არ მოეწონათ, ამ ვიგინდარებს მართლა რო არაფერი იციან და ყველაფერს რო არასწორად აღიქვამენ და არასწორად აწოდებენ საქართველოს მოქალაქეს, როდესაც ბნელ წარსულზე საუბრობდა ჰერჩინსკი, ბუნებრივია გულისხმობდა არა მხოლოდ შევარდნაძის პერიოდს, როდესაც კი გასაგებია, რომ ძალიან ბევრი მანკიერება იყო შევარდნაძის ხელისუფლებასთან მიმართებაში, მაგრამ მაშინაც კი საქართველოს დასავლური ვექტორი არავის დაუყენებია ეჭქვეშ, ხო? თუნდაც ამაზე მეტყველებს ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ მაშინ გახდა ევროპის საბჭოს წევრი და ახლა პრაქტიკულად რუსული ოცნების დელეგაცია იქიდან გამოძევებულია ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო ასამბლეიდან. ჰერჩინსკი საუბრობდა მათ შორის და ყველაზე მეტად საბჭოთა წარსულზე, იმიტომ რომ სწორედ ამ საბჭოეთის ყველაზე ბნელ ისტორიის გამეორებას ვხედავთ, ინგა მე და თქვენც კი გვისაუბრია მათ შორის როგორ ექცევიან ქალ პატიმრებს, რომლებსაც მაგალითად აძალებენ სავალდებულო ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური შემოწმების გავლას, ხო? როგორ ექცევიან ადამიანებს, რომლებიც ზოგადად განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს გამოხატავენ, რომ მთლიანად კლავენ და ცდილობენ, რომ მოკლან თავისუფალი სიტყვა, როგორ ექცევიან აკადემიურ სფეროს, რა არის განსხვავებული იმისგან, რასაც აკეთებდა იმ დროინდელი საბჭოური ცენზურა, ხო? და მეტიც ახლა პაპუაშვილი, რომელიც ჰერჩინსკის არ ეთანხმება იმაში, რომ მართლაც საქართველოს სამწუხაროდ არც თუ ისე ღრმა წარსულში ძალიან ბნელი პერიოდები ჰქონდა საბჭოური პერიოდის დროს, შეიძლება იზიარებენ იმას, რომ კი, როგორც პუტინი ამბობს, საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო წინა საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა და მისი მთელი ხედვა, ანუ მისი პოლიტიკური მრწამსი, მისი დღის წესრიგი არის ის, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი და იმ დროინდელი ბრჭყალებში დიდება და ეს გულისხმობს
ნიშნავს მათ შორის იმას, რომ მის გარშემო მყოფი, ანუ რეგიონში და სამეზობლოში მყოფი ქვეყნები ისევე დაიმონოს, როგორც ეს იყო საბჭოთა ოკუპაციის დროს. და დაკარგო ამასობაში საერთოდ ის როლი, რომელიც ჰქონდა ეხლა აზერბაიჯანმა ისეთი როლი შეიძინა ზელენსკის განცხადებას ალბათ ნახავდით. მე ცოტა ხანში შევეხები ამ თემას, მაგრამ თქვენ როგორც პოლიტიკოსმა გადასარევა დაუარეთ ეხლა გვერდით ჩემს მიერ დასმულ კითხვას და უბრალოდ ვერ მოხდება ესე, რაც ნიშნავს ერთის მხრივ. სხვა შორის მესმის სააკაშვილის გაბრაზების მესმის ესეთი ალბათ მას აქვს თავის ყველა ადამიანს აქვს უფლება კონდეს თავისი რეაქცია და საკუთარი მოსაზრება ვინმე ამას დაეთანხმება თუ არა, თანაც ის ძალიან დიდი წარსულის, დიდი გამოცდილების პოლიტიკოსია და შესაძლებელია მას კონდეს ესეთი რაღაც წყენები, მაგრამ რა დროს ეხლა ეს დაპირისპირებები, აი თუნდაც სახელობითად დღეს თენგო თევზაძე, რომელიც კოალიციას ცვლილების წევრია, მანამდე გიგა ლემონჯავა, რომელიც დროას ლიდერია, აი რას და იქიდან პასუხები, აქედან პასუხები, სადამდე შეიძლება ეს მივიდეს და შეიძლება თუ არა მივიდეს იქამდე, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის უბრალოდ შეუძლებელი გახდეს ოპოზიციურ ალიანსში ყოფნა. აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ მიშამ კითხვა მოიწერა თუ არ ვიცი, დააწერინა Facebook-ზე, რომ არსაიდან გასვლას არ ვაპირებთო, მაგრამ აი ამ ტიპის დაპირისპირებებში როგორ შეიძლება ერთ ალიანსში ყოფნა, ცოტა ესეც რთული წარმოიქმნება. აი ესე იგი, ყველანაირ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ადამიანურად ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად ძალიან რთულია და მეცაც ვიტყვი, ალბათ შეუძლებელიც კი, რომ რაღაც ერთი ხელით ადამიანს ლანძღავდე და მეორე ხელით მასთან ერთად ხელს ვაწერდე ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის დოკუმენტს, ან თუნდაც რაიმე წერილს, რომელსაც მივწერთ, ან ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტს, ან კაია კალას უმაღლეს წარმომადგენელს, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელსაც გვინდა რომ გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი დემოკრატიული და ევროპული არჩევანი და ვაჩვენოთ და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არ არის დაკარგული, რომ საქართველო არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, რომ ჩვენ ვიბრძვით. აი სხვათა შორის ამ ბოლო დროს მათ შორის ასევე მოვისმინე მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი საგარეო ფრონტი საერთოდ შეიძლება სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ხო? და ხა რა თქმა უნდა, ჩვენი დასაცავია ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ბრძოლას, ჩვენს ნაცვლად ვერავინ მოიგებს. ჩვენი საბრძოლია ეს ბრძოლა, მაგრამ ისევე როგორც ეს წარსულშიც მithქვამს და გავიმეორებ, ისევე როგორც უკრაინელები ვერ მოიგებენ ამ ომს რუსეთის წინააღმდეგ მარტო და საერთაშორისო მეგობრების გარეშე. ჩვენც ვერ მოვიგებთ ამ ომს რუსეთთან, ანუ ბიძინასთან საერთაშორისო მეგობრების გარეშე. სხვა კითხვას და თქვენ სხვა პასუხს მეუბნებით. მე გეკითხებით კონკრეტულად თქვენი პარტიის ამბავზე და ალიანსის ამბავზე. მესმის რომ არ მოგწონთ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე ხართ. აი ამ კონკრეტულ კითხვას გისვამთ. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება, შეიძლება თუ არა მივიდეს იქამდე, რომ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. ინგა, მე პირველივე დღეს ვთქვი, როდესაც ეს ასე ვთქვათ, ეს ეპიზოდი თუ არ ვიცი, არ მინდა რომ ეპიზოდს ვეღარ დავაკვირდეთ, პრინციპში არ იყო ეპიზოდური, უფრო რაღაც განგრძობადი ხასიათი მიიღო სამწუხაროდ, ხო მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს და არასდროს იქნება იმგვარი ფორმაციის ნაწილი, რომელიც რაღაც ანტი-მიშად პოზიციონირებს, ხო? ეს იყო ასე აღიქვა. ეს იყო განცხადება, რომელიც მე პირველივე დღეს გავაკეთე, თუ ამგვარად რაიმე ჩამოყალიბდება და ასე დაიწყებს პოზიციონირებას ნებისმიერი გაერთიანება, რომ აი მთავარ სამიზნედ აქცევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ან თუნდაც მესამე პრეზიდენტს და ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ესეც ხშირად გვესმის ხოლმე ეს იყო, ხო, გახარიების ფორმულა მაგალითად, არც მიშა, არც ბიძინა და ტოლობის დასმა რუსსა და ქართველს შორის, ადამიანს შორის, რომელმაც გაგვიკაფა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ადამიანმა, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით ეს გზა ჩაჩეხა სამარადჟამოდ მისი რეჟიმის პირობებში. ეს პირველივე დღეს ვთქვი და მე მგონი ამ თვალსაზრისით არანაირი მოულოდნელობა, ასე ვთქვათ, არავისთვის არ იქნებოდა. თუმცა ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავად დაწერა სოციალური ქსელით, რომ ის არანაირ დემარშს არ აპირებს, არც საიდან გასვლას არ აპირებს.
ამავდროულად მე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ განუზომლად დიდია პრეზიდენტი სააკაშვილის წონა და როლი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა გადაწყვეტილებაში და ასეთი იყო მათ შორის მისი წონა და როლი ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით, ამ პარტიას ყავს პოლიტიკური საბჭო, რომელიც არის წარმომადგენლობითი ორგანო. რომ წარმოვიდგინოთ, ეროვნულ დონეზე და კონსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, ეს არის რეალურად პარტიის პარლამენტი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი და პირდაპირ დემოკრატიული წესით ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭო, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე რეჟიმმა მას შემდეგ, რაც უმოწყალოდ ცემეს და აწამეს და ამ წამებას თავად ადასტურებენ, საუბარი მაქვს ლევან ხაბეიშვილზე ბუნებრივია, რომელიც დღესდღეობით რეჟიმის ტყვეა და ამიტომ გართულებულია მასთან კომუნიკაცია, მას წერილების გამოტანების უფლებასაც არ აძლევენ და ასე შემდეგ. თუმცა მე ვაპირებ, რომ მასთან მქონდეს კომუნიკაცია, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიწვიოთ პოლიტიკური საბჭო და აღნიშნული საკითხი გავიაროთ პოლიტიკურ საბჭოზე და პოლიტიკურმა საბჭომ, როგორც მთავარმა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსთან დაკავშირებით. ნახეთ, ინგა ალიანსი გუშინდელი ლევანის მნიშვნელოვანია. მერე გაგიჩნდათ ეს მოსაზრება თუ უკვე მომწიფდა საკითხი, რომ პარტიამ უნდა გადაწყვიტოს ალიანსში იქნებით. პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, ალიანსაც შეუძლია ეხა რომ არ ვიცი რაღაცა თავის გადაწყვეტილებები მიიღოს, ხო, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საპასუხო განცხადება გამოექვეყნებინათ, რაც მე ვფიქრობ, რომ დისპროპორციული იყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისევ და ისევ თქვენი სულისკვეთებიდან რო ამოვიდე, არ ემსახურება კონსოლიდაციის მიზანს, ხო? მაგრამ აი პირველივე დღეებში ვთქვი და გავიმეორებთ. ამოცანა რა არის, ხო? არა უსასრულო გარჩევები, ამანის თქვა, იმანის თქვა, არა დაპირისპირება, არა მეტი ფრაგმენტი, ადამიანები დაიღალნენ. კი ბატონო. ძალიან დაიღალნენ ინგა. კი ბატონო. განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ არა მხოლოდ ადამიანები, რომლებიც რა ჩემნაირად მაგალითად ანგარიშები აქვს დაყადაღებული, ჩემნაირად მაგალითად ოჯახის წევრები დაუჭირეს, ჩემნაირად მაგალითად ოჯახის წევრები გასტაცეს და ბევრი მათგანი ჩემგან განსხვავებით დღემდე ციხეშია გამოკეტილი. ან ძალიან ბევრი მათგანი ქვეყნიდან არის გაქცეული, იმიტომ რომ შვილებისთვის ელემენტარულად საკვებს ვერ ყიდულობს და ბავშვები სკოლებში შიმშილობენ და საერთოდ არ აინტერესებს ეს ქართულ ოცნებას და ისე გამოდის, რომ იცი რა, ოპოზიციასაც ის უფრო აინტერესებს, რომ ერთმანეთში რაღაცა გადაძახილები კონდეს, ვიდრე ის, რომ რაც შეიძლება ერთი ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე, რომ ხალხის გულებამდე მივიდეთ. აი ამას წინა ჩართვა მქონდა დიანასთან და ეს ფრაზა თქვა და ძალიან დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ხშირად ჩემ და სამწუხაროდ და ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ინგა, რუსკოცური პროპაგანდა უფრო მოდ მიდის ადამიანის გულამდე, ვიდრე ხანდახან ჩვენი საუბარი, წარმოუდგენელი უსამართლობაა. ამიტომ ჩვენ ძალიან ეხლა არის მაქსიმალური გულწრფელობის, ღიაობის დრო ამ მომრჩეველთან, რომ მათ გულებამდე მივიდეთ, იმიტომ რომ ის ომის შიში, რაზეც ივანიშვილი დგას, ის გულშია. ის შეიძლება გონებით ძალიან კარგად ხვდება, რომ აი კობახიძე და ეს პაიკები, რომლებიც ივანიშვილის ინტერესს ემსახურებიან, არასოდეს ჩემ ინტერესს არ დაიცავენ. აქ ოპოზიციაში მე ხარ მინდა სახელები დავასახელო, არ ვიცი, ზურა ჯაფარიძე, მან ელენე ხოშტარიანამ ნებისმიერმა სხვამ, ხო? ლევან ხაბეიშვილმა ნებისმიერმა სხვამ შეიძლება მართლაც დაიცვას ჩემი ინტერესი ამათგან განსხვავებით, ამ ქურდებისგან, კორუმპირებული კრიმინალებისგან განსხვავებით, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაისქელონ ჯიბე, იმიტომ რომ იციან, რომ ივანიშვილი მალე მოაძრობს. ხო, ყველა მოაძრო, ზოგი ციხეში გაუსვა, ზოგი ქვეყნიდან გააქცია, ზოგი უბრალოდ სახლში დასვა, მაგრამ იციან, რომ ძალიან ხანმოკლეა მათი დიდება. და ამ ხანმოკლე პერიოდში რაც შეიძლება მალე უნდა დააგროვონ, რაც შეიძლება მეტი ფული. და ეს ფული საიდან უნდა დააგროვონ, ხო? როცა ქვეყანაში რეალური ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება, როდესაც არც ერთი საერთაშორისო ინვესტიცია არ შემოდის და თავად ქართველ ბიზნესმენსაც არაფერში ფულის ჩადება არ უნდა, იმისთვის რომ ბიზნესი გაზარდოს, ანუ რეინვესტირების ინტერესი არ გააჩნია, იმიტომ რომ არ იცის ხვალდაზე ვინ
შეუვარდება სუსის უფროსი ვინ იქნება, ვინ რას წაართმევს. დოვლათი რეალური ეკონომიკური, როდესაც არიქნება ამ ხალხმა საიდან უნდა იშოვოს ფული ამ ვითომ ჩინოვნიკებმა და ამ გაქსუებულმა კორუმპირებულმა ივანიშვილის პაიკებმა. ხალხის ხარჯზე ჯიშენის წამალი არ უნდა იყიდონ, დაავადების წამალი არ უნდა იყიდონ და ეს სამარცხვინო სარჯველაძე უნდა გამოიყვანონ და დედებს უნდა უთხრანო, რომ მე თქვენზე მეტად მაინტერესებს თქვენი შვილები და ამ დროს ჩაილაგონ ფული. საჯარო ბაღებში მოსწიარულე ბავშვებს საჭმელი უნდა გამოგლიჯონ პირიდან და ჩაიდონ უნდა ფული. საერთოდ საბავშვო ბაღი არ უნდა ააშენონ, უნდა ბიუჯეტში გაწერონ, რომ გააშენებენ, მაგრამ საერთოდ არ უნდა ააშენონ. რატომ? იმიტომ რომ უნდა ჩაიდონ ფული. ჯარისკაცებს, რომლებსაც, რა ვიცი, მე ხან ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ, ხან სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდნენ, მთელი ღალატის კომისია შექმნეს იმისთვის, რისთვის, რომ პუტინის ნარატივი გაემეორებინათ ღალატის ქრონიკისთვის ეყურებინა მთელს ქვეყანას. ეს რამხელა თავზელაპის დასხმა იყო ქართული ჯარისთვის, მაგრამ ესეც არ აკმარეს. კიდე უნდა იმათაც საჭმელი წაძიძგნონ და არ ვიცი მე იქიდან აპარატებიდან რაღაც მოიპარონ, რომ ნორმალური სამედიცინო მომსახურება არ ქონდეს არავის, ხო ანუ საშინელებაში ვცხოვრობთ და ამ დროს ხალხი გამოსავალს ხედავს, ახლა უნგრეთში როცა დადგა გამარჯვება, ყველამ დაიწყო საუბარი იმაზე, აი უნგრელებს თუ შეუძლიათ, ჩვენ რატო არ შეგვიძლია. ხალხს უნდა რომ დაინახოს ძლიერი ოპოზიცია. მანამდე მოლდოვაში რო იყო ცვლილება ინგა და მოლდოვა და რუმინეთი უკაცრავად უნგრეთზე ჩვენ ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ, რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყნებმა აჩვენეს, რომ რუსკოცური მესიჯი, ომის შიშზე დაფუძნებული მესიჯი, რაზეც პარაზიტირებს ოცნება არის ტყუილი. არანაირი ომი ევროპას არ მოუტანია მოლდოვას. მოუტანა მილიარდობით ევრო მოუტანა. ისევე როგორც უნგრეთს ახლა იცით რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიარდი ევროს, 90 მილიარდი ევროს, ანუ საქართველოს მთელი ეკონომიკა რო გავამრავლოთ ორჯერ და კიდე რო დაუმატოთ რამდენიმე ბიზნეს მილიარდებიც რო ზედ მივამატოთ. აი ამ ხელა პაკეტი გამოუყო ახლა ევროკავშირმა, რომელსაც ბლოკავდა ვინ? იმის რა ქვია ივანიშვილის ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირში ვიქტორ ორბანის რომელთანაც გარბოდნენ სულელებივით და რო წააგო მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყო ეგ ეს ძალიან სასაცილო იყო მე რო დაიწყეს მიშას დროს ორბანის აქაური ვიზიტის ფრიალი ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ ეხა ევროკავშირზე როდესაც საუბრობდით გუშინ დაბრუნდით სტრასბურგიდან წეღან შეეხეთ კიდეც აი განწყობები რა განწყობებით დაბრუნდით ანუ აი საქართველოსთან მიმართებაში მაინტერესებს ინტერესები შემცირებული არის თუ არა პოზიციები როგორია კიდევ ერთხელ ვიმეორებ უპირველეს ყოვლისა საგარეო ფრონტის მნიშვნელობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა ერთი რომ არავის არ ქონდეს იმის ილუზია რომ ან მე ან ზურაბ ჭიაბერაშვილი ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდის სხვა წევრი თუ მიდის ბრიუსელში ან სტრასბურგში ან რა ვიცი ევროპის სხვა დედაქალაქში ან თუნდაც ვაშინგტონში იმის ილუზია გვაქვს რომ ეს ბრძოლა იქ უნდა მოვიგოთ. რა სისულელე რომ ისევე როგორც ფრონტის ხაზი არის უკრაინაში, ისე ჩვენი ბრძოლაც ჩვენი მოსაგებია თბილისის ქუჩებში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში და ყველგან, მთელ საქართველოში და უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანების გულებში ზუსტად, ვინც უნდა დაიჯეროს, რომ არანაირი ომი არ იქნება, რომ ეს ადამიანები რომ მოვლენ ხელისუფლებაში ივანიშვილივით არ მოიპარავენ, რომ ჩვენს ქვეყანას დააბრუნებენ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ნიშნავს მილიარდობით ევროს შემოსვლა საქართველოში და რომ ჩვენ ქვეყანას ეშველებთ, ჩვენ შვილებს წამლებს უყიდიან, ჩვენ შვილებს უფასო ყვება ექნებათ სკოლებში, ჩვენს პენსიები მოემატებათ, ჩვენი შვილები ნორმალურ განათლებას მიიღებენ და უნივერსიტეტებში თავისუფალი აზრი აკრძალული არ იქნება. ანუ საერთოდ გრძალავენ, აზროვნებას გრძალავს ივანიშვილი ამ ქვეყანაში, თუ მასნაირად მის მსგავსად არ აზროვნებ და არ ჯდები იმ პატარა რაღაცა ყუთში, რომელსაც ყობახიძე დაგიდებს მერხზე. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ბუნებრივია გამარჯვება ვერ მოვა, მაგრამ როგორც აი ხა ხვალ რო გამოვიდეს ზელენსკი და უთხრას ურსულა ფონ დერ ლაიენს რომელსაც 2 დღის წინ დაუმტკიცა 90 მილიარდი იცი რა ურსულა ძალიან დიდი მადლობა მაგრამ არ გვინდა ახლა ეს შენი 90 მილიარდი და ამერიკელებს უთხრას რომ თქვენ თავდაცვის სისტემები არ გვინდა ეს პატრიოტ მისელები არ გვინდა საერთოდ ან თომაჰოკები არ გვინდა გერმანელებს უთხრათ რომ აი ეს ლეპარდორები ან ტანკები ჯავშან ტექნიკა საერთოდ აღარ გვაინტერესებს ხო იტყვიან რომ გაგიჟდა ხო ეს რა ქვია ზელენსკი აშკარად ხო იგივე აქაც ჩვენთვის ჩვენი ამუნიცია ჩვენი ძალა
ჩვენ შიდა ძალასთან ერთად რაც არის პროტესტი და ხალხის შეკვრა ერთმუშტად და გამარჯვების რწმენა. არის მათ შორის გარეწნეხი, იმიტომ რომ ეს რეზოლუციები, ეს განცხადებები, ეს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ციტირებდნენ მათ შორის სტრასბურგში 2 დღის წინ, როდესაც იქ გაიმართა დებატი ადამიანის უფლებათა კომისრის წლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იმყოფებოდა 14-15 აპრილს და აქ შეხვდა უამრავ ადამიანს და მას ჰკითხეს მოსკოვის მექანიზმის ციტირებით, რატომ არ უშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და მოითხოვეს, რომ მათ შორის ევროსაბჭოშიც მოხდეს იმგვარივე მექანიზმის ამოქმედება, როგორც ეუთოში მოხდა. არის ასეთი 52 მუხლი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის, რომლის გამოყენებაც შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომ სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნეს, რაც რას ნიშნავს? შემდგომ იმას, რომ ეს წავა უკვე სტრასბურგის სასამართლოში და ეხლა ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის სინამდვილეში, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნება ბრალდებული, თუ ჰააგაში მოუწევს მას ბრალდებული სკამზე დაჯდომა, თუ დიდი ბრიტანეთი მას დაასანქცირებს, თუ ამერიკელები არამხოლოდ შეინარჩუნებენ ამ სახაზინო დეპარტამენტის აქციებს, არა ამეთ გააფართოვებენ, უკვე ფასი ძალიან მაღალია იმის, რომ მან გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ბედით თამაში. ამიტომ ეს ფასი უნდა გავზარდოთ ეფექტიანი, თანმიმდევრული, კვალიფიციური შრომით, ყოველდღიურად ქვეყნის გარეთ, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, მათ შორის ადამიანებში რწმენის გაღვივებით და ამას რო არ ემსახურება არანაირი ოპოზიციური დაპირისპირება, თქვენ პირველ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ამაში რა თქმა უნდა გეთანხმებით და არა, მართლა ასე ვფიქრობ. მე ხომ ვარ მოქალაქე, რომელსაც უნდა თქვენ როგორც ერთი მოქალაქის იმედებს და ბევრი სხვისას გავამართლებ. მადლობა.